ძალიან დიდი ხანია მშობლები იბრძვიან სკოლებში იმისთვის, რომ აიკრძალოს მავნე პროდუქტებით ვაჭრობა. ისეთი როგორიც არის გაზიანი სასმელები, რაღაცნაირი საღებავების, კონსერვანტების შემცველი, მაღალი შაქრის და მარილის მაღალი შემადგენლობით საკვების პროდუქტების გაყიდვა სკოლაში არ უნდა ხდებოდეს და ამას მშობლები ცდილობენ უკვე დიდი ხანია თავიანთ სკოლებში მიაღწიონ. თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ცვლილებები სკოლებში თავისით ვერ მოხდება. ერთადერთი მიზეზის გამო, რომ არ გვქონდა ბოლომდე გამართული კანონმდებლობა და კანონში თუ არ ეწერებოდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო აკრძალული, დირექტორები და მშობლები მით უმეტეს ამას თავისი ძალებით ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელსაც ქვია მშობლები განათლებისთვის, შეკრიბა აქტიური მშობლებისგან შემდგარი გუნდი, რომლებმაც პირველ რიგში წამოვიწყეთ პირველ რიგში დავიწყეთ სკოლებთან მუშაობა, რომ იქნებ რაღაცნაირად არ დაგვჭირვებოდა ეს ხმაური, რაც დაგვჭირდა, რადგან ამას შედეგი არ მოყვა. გულისხმობთ, რომ სკოლები ნებაყოფლობით იქნებ გააკეთებულიყო ეს ყველაფერი და ამას არ დასჭირვებოდა ბევრი დრო და ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა. მაგრამ ეს შედეგი ვერ მივიღეთ. შედეგად მივიღეთ ის, რომ იმ აქტიური მშობლების მარგინალიზება ხდებოდა სკოლებში და გამარჯვებას აღარ ეუბნებოდა ხალხი იმ ადამიანებს, ვინც თავისი და სხვისი შვილების ჯანმრთელობისთვის ცდილობდა რომ რაღაც სასიკეთო ცვლილებები მოეტანა. ამის სკოლები იყვნენ წინააღმდეგი თუ ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებსაც თქვა სკოლებიც და ბიზნეს სუბიექტებიც იყვნენ წინააღმდეგი. დირექტორები ამბობდნენ, რომ ეს არ არის ჩვენ არ გვაქვს ამისი ნება და უფლებამოსილები არ ვართ, რომ ეს აუკრძალოთ, იმიტომ რომ სახელმწიფო დონეზე არ არის დარეგულირებული და ბიზნეს სუბიექტი რასაკვირველია იძახდა მშობლებს ეუბნებოდა, რომ თქვენ ვინ ხართ, მე სკოლასთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ესე წრეზე დადიოდნენ მშობლები. ჩვენ ამ მშობლების გაერთიანების საშუალება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამით მხარდაჭერით მიმდინარე პროექტმა, რომელიც უკვე 10 თვე არის, რაც მიმდინარეობს და ძალიან მიხარია, რომ ამ პროგრამას უკვე ესეთი შედეგი აქვს ჩვენთვის. საქმე იმაშია, რომ აი ამ გაერთიანების შედეგად მშობლებმა გავაკეთეთ პეტიცია, რომელსაც 10,000 ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს პეტიცია არ ითვალისწინებდა მხოლოდ მავნე საკვების აკრძალვას სკოლაში. მისი ძირითადი მოთხოვნა არის სასკოლო საყოველთაო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა. უბრალოდ პირველი მოთხოვნა ეს ბავშვებისთვის უნდა იყოს უფასო, ანუ ბავშვები ამაში ფულს არ უნდა იხდიდნენ საერთოდ და უკვე ამას ვინ დააფინანსებს, სრულად სახელმწიფო დააფინანსებს, თანადაფინანსება იქნება ბიზნეს სექტორის შემოვა თუ ვინ, ამაზე ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და სწორედ ასე იყო ჩამოყალიბებული პეტიციის მოთხოვნები, რომ პირველი და რაც ძალიან სწრაფად უნდა გაკეთებულიყო და გულწრფელად გეტყვით, არ დაგიმალავთ, ძალიან მიხარია, რომ ეს გაკეთდა, რომ აიკრძალა მავნე საკვებით ვაჭრობა სკოლაში და განათლების სამინისტრო მხარი დაუჭირა მშობლების ინიციატივას და ერთი თვის ვადაში სწორედ მოგვარდა ეს პრობლემა და მეორე მოთხოვნა, რაც უფრო სერიოზულია და რაც არის ჩვენი შემდგომი იმედი და მოლოდინი, ეს არის რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს სკოლებში სასკოლო კვება, იმიტომ რომ თუ ბავშვს არ აქვს ფული, თუ ოჯახს არ აქვს ფული, რომ გაატანოს შვილს სკოლაში, ის ვერც სტაფილოს, ვერც ხილს, ვერც ბოსტნელს და ვერც რძის პროდუქტს იმ ბუფეტში ვერ იყიდის. სანამ ამ მეორე მოთხოვნაზე ცოტა უფრო ცლად ვისაუბრებთ, მინდა იმ ინიციატივაზე ვისაუბროთ, რაც უკვე ასე ვთქვათ განხორციელდა, რას გულისხმობს მავნე საკვები, როგორია ეს ჩამონათვალი, რაზე დაყრდნობით შემუშავდა ეს პროდუქტების სია. აი თქვენ რომ შეგეხედათ სკოლის ბუფეტებში რა იყიდებოდა, ნახავდით რომ მას საერთო არაფერი არ ჰქონდა სიტყვასთან, ტერმინთან ბუფეტი. ეს იყო ჩვეულებრივი უბნის მარკეტი, მაღაზია, სადაც იყიდებოდა ყველაზე მავნე, რაც კი არსებობს, რაღაც ესეთი სავაჭრო აი ბაზრობებზე, რასაც ვხედავთ, ბრენდულ მაღაზიებშიც კი არ დევს ის პროდუქტები, აი ესეთი რაღაცა ფერადი პირს რომ ღებავს აი ესეთი კანფეტები ან უმდაბლესი ხარისხის შაქრის შემცველი კონსერვანტების შემცველი ჩიფსები, გაზიანი სასმელები, რაღაცნაირი არომატიზატორებით დამზადებული მზესუმზირები, ორცხობილები და ასე შემდეგ. ის რაც ყველაზე იაფია და ყველაზე დაბალ ხარისხიანია, ეს იყიდებოდა სკოლებში და ყველაფერი ეს ახალი ბრძანებით აიკრძალა. ეს ნიშნავს რომ ძირფესვიანად მოუწევთ სკოლის ბუფეტებს. სკოლის მენიუს შეცვლა მოუწევთ ძირფესვიანად. რასაკვირველია, ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ შეიძლება გარკვეულმა ჯგუფმა ბიზნეს სუბიექტების უარი თქვას ამ ოპერირებაზე, ამ საქმიანობაში, მაგრამ როგორც მშობლების ორგანიზაციის წარმომადგენელი, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით გვაქვს ეს გააზრებული და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ასეთი ბუფეტების არსებობას არ არსებობა ჯობია. იმიტომ რომ ამ ბუფეტს აქვს ორი დანიშნულება. ერთი რომ ბავშვი უნდა გამოყვება
მოყვებას და უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ ფუნქციას ეს ვერ ასრულებს, არ ასრულებს და მეორე, სკოლას გაქირავებული იჯარი ფართიდან შემოსავალი უნდა მოუტანოს და ამ თანხას შემდეგ სკოლა ან დასუფთავებისკენ მიმართავს, ეს მისი დამოუკიდებელი შემოსავალი, ან კომუნალურს გადაიხდის და თუ ჩვენ საკითხს ესე ვაყენებთ, რომ გავათბოთ ბავშვი ზამთარში, ანუ კომუნალური გადავიხადოთ ამ იჯარიდან მიღებული ფული, თუ აი ეს უკაცრავად და ნარჩენებისგან დამზადებული ჟელიბონებით გამოვყვებოთ, ხო, ჩვენი შვილები არც ერთი რიად ვამბობ, მშობლებისთვის მისაღები არ არის. მშობლებისთვის არის მისაღები დაბალანსებული ჯანსაღი საკვების სკოლაში, რომელიც უნდა იყოს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის და განათლების სამინისტროსგან ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ ის გახსნის კარს, ჩაგვაყენებს საქმის კურსში, რა ეტაპზეა შემდგომი ნაბიჯები და ამ სიხარულსაც ჩვენ იმიტომ ვიზიარებთ, რასაც ქვია მავნე საკვების საკრძალვა სკოლაში, რომ ეს მიგვაჩნია, რომ არის წინ გადადგმული ნაბიჯი საყოველთაო კვების პროგრამის დანერგვის გზაზე. მე კი ერთია დადგენილება, მეორეა აღსრულება. ვინ გაუწევს ამ ყველაფერს მონიტორინგს და რა პერიოდულობით? აი შეიცვალა ეს საკითხებიც და ძალიან კარგია რომ მკითხეთ, მაყურებელმა რომ გაიგოს აქამდე მხოლოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა ბუფეტების შემოწმების და მონიტორინგის უფლება ამიერიდან, დღეიდან უკვე სკოლის დირექტორი არის უფლებამოსილი, განათლების სამინისტრო არის უფლებამოსილი, განათლების სამინისტროს ადგილობრივი რესურს ცენტრები არიან უფლებამოსილი და რაც სიახლეა, სკოლები არიან ვალდებული, რომ შექმნან მონიტორინგის ჯგუფები, რომლებშიც შევლენ უფროსკლასელი, უпростоრად საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, სასურველია ბიოლოგიის პედაგოგი, ესეთი ჩანაწერი არსებობს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი და ცხადია ადმინისტრაციის წარმომადგენელი და სკოლამ ამ ჯგუფთან ერთად უნდა შეიმუშაოს რა პერიოდულობით შეამოწმებს სკოლის ბუფეტს. მე კიდე ძალიან მოკლედ მინდა ბოლოს რომ მიპასუხოთ მეორე საკითხთან დაკავშირებით, როგორია განათლების სამინისტროს პასუხი გულისხმობ უფასო კვებას სკოლებში. საყოველთაო კვებასთან დაკავშირებით რაც შემიძლია გითხრათ, საიმედო ის არის, რომ მინისტრისგან ჩვენ მან გითხრა, რომ ფინანსები პრობლემა არ არის და ეს კარგია, მაგრამ ამავე დროს თქვა, რომ აი ინფრასტრუქტურული პრობლემები არის სკოლაში და ეს უნდა მოგვარდეს, რაზეც ჩვენი პასუხი იყო, რომ შესაძლებელია მანამდე, ვიდრე ეს პრობლემა მოგვარდება, ლანჩბოქსებით მოხდეს ბავშვებისთვის საკვების მიწოდება სკოლაში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას შიმშილი. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ 1, 2 და 3 წელი ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, როცა ბავშვების 11% სოციალურად დაუცველი ყავს, უფრო მეც არ შეუძლია რომ სკოლაში რამე წაიღოს ან ადგილზე იყიდოს, ამიტომ ძალიან სწრაფად ველოდებით შემდეგი ნაბიჯების გადადგმასაც.